სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. მსახურება, რომელიც ჩვენ აღვასრულებთ, ეს არის იმ მოვლენების გახსენება და ყველა საკითხავი, რაც მიკითხებოდა სახარებიდან თუ მედავითნეთა კათედრაზე, უკავშირდებოდა იესო ქრისტეს ჯვრიდან გარდამოხსნას. და ესე იგი ჩვენ დილით სამეუფო შამნობა რომ შესრულდა, იქ საუბრობდით, რომ შაბათი დღე მოდიოდა და რომ არ დარჩენილიყო სხეულები ჯვარზე, უნდა გარდამოეხსნათ იმ საღამოთი. და ამ საკითხავში დღეს ამოვიკითხეთ, რომ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი მიდის, ეს სახარებიდან არჩენს, თუმცა როგორც შუადღითაც ვთქვით, გარდამოცემიდან უამრავი რამ არის ცნობილი. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი მიდის იოსებ არიმათიელთან. იოსებ არიმათიელიც იყო ერთ-ერთი წევრი სინედრიონისა, რომელთაც გამოუტანეს, ესე რომ ვთქვათ, მსჯავრი ჯვარცმა. თუმცა იოსები არ იყო, ესე იგი, არ მონაწილეობდა ქრისტეს ჯვარცმაში და არც ამ გადაწყვეტილებაში პირიქით, ეს ფარული მოწაფე იყო ქრისტეს. და სწორედ იოსებ არიმათიელი მიდის პილატესთან და გამოითხოვს ნებართვას, რომ ჯვრიდან გარდამოხსნას. იოსებ არიმათიელი და ნიკოდიმოსი გარდამოხსნიან ჯვრიდან და დაასვენებენ იმ საფლავში, სადაც ჯერ არავინ არ დასვენებულა, როგორც სახარება ამბობს. ამ დროს რა ხდება, ესე იგი, მღვდელმთავრები და ფარისევლები მიდიან პილატესთან და ეუბნებიან, რომ იმ მაცდურმაო, მაცხოვარზე ამბობენ, ასეთი რამე თქვაო, რომ მესამე დღეს უნდა აუდგეო. იციან ეს ქრისტეს სიტყვები, თუმცა ის აუცარი რა არის, ეცით. პირდაპირ ქრისტეს კი არ უთქვამს, რომ მესამე დღეს უნდა აუდგეო, მათთვის ყოველ შემთხვევაში არ უთქვა. მათ რა უთქვა? დაარღვიეთ ეს ტაძარი და მესამე დღეს აღვადგენ მას. ანუ რა ჩანს აქედან, რომ მათ განა არ იციან სინამდვილეში რა ხდება, მაგრამ შური ისეთი რამეა, რომ უამრავ რამეს გააკეთებინებს ადამიანს. პირველი, ესე იგი, ეშმაკი რატომაც ადამიანს დევნის და რატომაც მისი დაღუპვა უნდა, ესეც შურია ამის მიზეზი. პირველი მკვლელობა სამყაროში კაინმა რომ აბელი მოკლა, ესეც შურის გამო. იმის შემდეგ უამრავი რამ ხდება შურის გამო. და სწორედ შურის გამო დევნიან მაცხოვარს. და მიდიან პილატესთან და ეუბნებიან, რომ მან ასე თქვა, რომ მესამე დღეს უნდა აუდგეო და ხო, ესე იგი, დაასვენეს იოსებ არიმათიელმა და ნიკოდიმოსმა საფლავად და დიდი ლოდი მიაგორეს. მაგრამ ესენი ამასაც არ ჯერდებიან და ეუბნებიან, რომ დაიცავიო საფლავიო, პილატეს ეუბნებიან. და პილატე ეუბნება მათ, რომ თქვენ ხო გყავთო დასი, ანუ დასი წერია სახარებაში და რა იგულისხმება, რომ სამხედროთა რაღაცა გარკვეული ჯგუფი ნაწილი მათ ესე იგი მიაკუთვნა პილატემ, რადგან დღესასწაული უნდა ყოფილიყო და უშფოთველად რო ჩაეარა მათ დღესასწაულს, როგორც ჩანს, აი როგორც აქ არის ხოლმე მაგალითად რაღაცა დღესასწაულია და რაღაცა სამხედრო მოსამსახურეთა თუ პოლიციის რაღაცა ნაწილი გამოიყოფა, რომ უშუალოდ აი ამ დღესასწაულის უზრუნველყოფაში, შვიდად ჩატარებაში, რომ აქ მონაწილეობა მიიღონ და ეს რო უზრუნველყონ და როგორც ჩანს, რომაელებისგან ესეთი ნაწილი ჯარისა გამოყოფილი ჰყავდათ. სწორედ აი ეს ჯარისკაცები დააყენეს, უთხრა მათ, რომ წადითო და იქ ესენი დააყენეთ. ეხლა რა ხდება? ცოტა გავუსწრებ მოვლენებს. როდესაც ქრისტე მკვდრეთით აღდგა და ეს ჯარისკაცები იქ არიან და ისინი ხედავენ, რომ მოხდა მართლა რაღაც და მათი ჩანაწერები არსებობს, მე არ მახსოვს, უბრალოდ ვეღარ ვიპოვე ის ფურცელი, რომელიღაცა საავადმყოფო ქადაგებისას მე მოვიტანე, ეს წამოწერილი მქონდა და თქვენთან ერთად წავიკითხეთ უშუალოდ თვითმხილველი ადამიანების საუბარი, რას ამბობდნენ, დაახლოებით 200-მდე ჩანაწერი არის ასეთი. აი უშუალოდ მაგალითად
აი ვინც იუდას 30 ვერცხლი მისცა ესეთი ადამიანების, ანუ ხაზინადარი ვინც იყო, ვინც უშუალოდ იმ საფლავთან იყო და რას ეუბნებიან ახლა ამ ჯარისკაცებს, რომელი ჯარისკაცები თავად დარწმუნდნენ, რომ მართლაც რაღაც უშუალო მოხდა და ესე იგი თქვენო ახლა უთხარითო პილატესო ასეთ გაავრცელეთო ხმაო, რომ ჩვენო როდესაც გვეძინაო მოწაფეები, მისი მოწაფეები მოვიდნენ და მოიპარეს მისი სხეულიო და ახლა ამბობენ, რომ მკვდრეთით აღდგა. პილატესთან რომ მიდიან მღვდელმთავრები და ფარისევლები, ამას ეუბნებიან, იმ მაცდურმაო, ასე თქვა, მესამე დღეს უნდა აღდგეოდა. ახლა ასე რო არ მოხდესო, რომ მისმა მოწაფეებმა არ მოიპარონ მისი სხეულიო და მე არ თქვანო, რომ მკვდრეთით აღდგა, ამიტომ დაიცავი მისი საფლავი. და მის მერე ეუბნება პილატე, რომ თქვენ გყავთო დასი და დაიცავით. ახლა ჯარისკაცისთვის როგორი ამბავია, რომ თქვას, რომ გვეძინა, იქ დასაძინებლად კი არ გაგზავნეს. იქ გაგზავნეს იმისთვის, რომ დაეცოდე. ჯარისკაცი რო ამბობს, რომ ეგრეთ წოდებული პოსტი რასაც გვია, პოსტზე რო ეძინა. როგორი ამბავია ახლა ეს კაი კი არ დაადგება თავად. ყოფილა მაგალითად მე შემთხვევა, აი შემდგომში უკვე, რომელიც პეტრე მოციქულს, პავლე მოციქულს უკავშირდება, ციხის დარაჯები, ესე იგი, მოხდა სასწაულებრივად ისე, რომ მოციქული ანგელოზმა გარეთ გამოიყვანა და მეფემ არც კი გამოიკითხა, მივიდა და პირდაპირ სიკვდილით დასაჯა ეს მცველები. თუმცა ესენი არაფერ შუაში არ იყვნენ, იქ რაღაც სასწაულებრივი მოხდა. ახლა ამ ჯარისკაცებმა რო თქვა, რომ ჩვენ გვეძინაო, ამიტომ ვერ იქნება მაგათი საქმე კარგად. და ეს მღვდელმთავრები ეუბნებიან თავარს, ანუ პილატესო, ჩვენ დავარწმუნებთო და თქვენ მოგეშინიათო, უზრუნველად იქნებითო. მაგრამ თქვენ ასე თქვითო, თან ფული შესთავაზეს, ფული გადაუხადეს ამაში. თქვენ ასე თქვით, რომ ჩვენ გვეძინა და ამ დროს მოწაფეები მოვიდნენ და მოიპარეს. ახლა თუ შური არ არის აქ, განათავადვე არ აკეთებენ იმის საწინააღმდეგოს, რაც სჯერათ, ხო იციან, რომ ქრისტე აღდგა. მაგრამ თვითონვე ამბობენ, რომ რაღაცა სხვანაირად თქვითო, რომ ხალხში ასე გავრცელდეს ხმები. მაგრამ ჭეშმარიტება მაინც არ დაიფარა, ესე იგი და ჭეშმარიტება არასოდეს არ დაიფარება. თუმცა იქიდან მოყოლებული ქრისტეს ეკლესია ყოველთვის იდევნება. თავდაპირველად ესე იგი აღიქმებოდა ეკლესია როგორც იუდეველთა ერთ-ერთი სექტა, განშტოება. ამიტომ რომაელები ჯერ ქრისტიანებს არ დევნიდნენ. ჯერ მხოლოდ იუდეველები დევნიდნენ. მაგრამ რო აღმოაჩინა რომის იმპერიამ, რომ თურმე ეს არ არის რაღაცა ერთი ლოკალური ამბავი და არ არის რაღაცა პატარა წამოწყება და მოძრაობა, მიხვდნენ, რომ ძალიან დიდ ძალასთან აქვს საქმე. მერე თავად რომმა დაიწყო ამისი დევნა. თუმცა რომაელებიც ვერაფერს ვერ გახდნენ და წმინდა იოანე ოქროპირი საოცარ ამას ამბობს. ვინმეს რომ მოენდომებინაო, რომ ქრისტიანობა გაევრცელებინა მთელ დედამიწაზე, იმაზე უკეთეს ვერაფერს გააკეთებდა, რომ მისი დევნა დაეწყო. ის კი არა, რომ მისი ქადაგება დაეწყო. მისი დევნა დაეწყო. რატო? იმიტომ რომ ორი ძალიან მნიშვნელოვანი რამე. ერთი ის, რომ როდესაც ქრისტიანებს დევნიდნენ, უფალი რას ეუბნება თავის მოწაფეებს, როდესაც ერთ ქალაქში დაგიწყებენ დევნას, სხვაგან წადით. იქაც დაგიწყებენ, მერე კიდე სხვაგან. აი ესე დევნით უამრავი ქალაქი შემოიარეს ქრისტიანებმა და მათი ცხოვრების წესი კიდევ ყველასათვის მიმზიდველი იყო. იმიტომ რომ ხედავდნენ რა, როგორ წმინდა ცხოვრობდნენ. ეგ ერთი, რომ ამ დევნის გამო მრავალ ადამიანთან მოუწიათ პირდაპირი შეხება და ცხოვრება მათთან ერთად. მეორე კიდევ, როდესაც ურწმუნო ადამიანი ხედავდა, რომ ვიღაც ქრისტეს გამო სიცოცხლესაც თმობს, ანუ ვიღაც ადამიანი შეხედავენ და ქრისტეს გულისთვის სიცოცხლესაც თმობს. ესე იგი, რაღაცა ძალიან უჩვეულო ხდებოდა მის გონებაში, რადგან მას ასეთი წარმოდგენა ჰქონდა, რომ ამ წუთის სოფელშია ყველაფერი, იმის იქით არის სრული სიბნელე, წარმართის წარმოდგენა ესეთი იყო. თუ რამე კარგია, ეს მარტო ამ წუთის სოფელში. მაგრამ ქრისტიანს რო უყურებდნენ, რომ ამ წუთის სოფლისა არაფერი არ უნდოდა და მხოლოდ მიღმიერზე ფიქრობდა, მათი გონება და გული სრულიად იცვლებოდა.
და ერთ თუ მოწამეობრივი სიკვდილი შეხვდებოდა, იმის შემხედვარემ მრავალი ადამიანი ქრისტეს რწმენაში მოდიოდა. და თითქოს უნდა, როდესაც კლავდნენ ქრისტიანებს, უნდა შეცოტავებულიყვნენ, მაგრამ პირიქით კი ხდებოდა. ერთის მოკლით უფრო მრავლდებოდნენ ქრისტიანები. ამიტომაც ერთ-ერთმა იმპერატორმა თვარაძე მეორე საუკუნის დასაწყისში ასეთი რამ გადაწყვიტა, რომ მოდიო ქრისტიანებიო, სიკვდილამდე მივიყვანოთო და თუ მაინც არ გათვლდნენ და არ უარყვეს ქრისტე, აღარ მოვკლათო და ცოცხალი დავტოვოთ. და ის, ვინც ქრისტესთვის ეწამა, მაგრამ მაინც ცოცხალი დარჩა, იმას ამხსარებელი ეწოდება და ამხსარებელთა დასი აქედან მომდინარეობს. აი მაგალითისთვის ამ ბოლო პერიოდში ჩვენს გვყავს ასეთი მაგალითად წმინდა ამბროსი ხელაია ამხსარებელი, რომელმაც ქრისტეს გულისთვის მიიღო დევნა ტანჯვა-წამება, მაგრამ ამ ტანჯვის დროს არ გარდაცვლილა. მაგალითად გაბრიელ ამხსარებელი და სალოსი, ყველასთვის ცნობილი და საყვარელი. აი ეს გამოიარა ეკლესიამ და იქიდან მოყოლებული ვიდრე დღეინდელად დღემდე იდევნება ოღონდ სხვადასხვა ფორმებით. პირველ საუკუნეებში უფრო ცეცხლითა და מחვილით, მერე მრავალი, ესე იგი ცრუ სწავლებით, როდესაც მეფე კონსტანტინე დიდმა მიიღო მილანის ედიქტით გადაწყვეტილება, რომ ესე იგი ქრისტიანები აღარ უნდა ედევნათ, მერე მრავალი ცრუ სწავლება მოიფიქრა. ყველაფერი ეშმაკისგან მოდის საბოლოო ჯამში, მერე ეს გზა მოიფიქრა. დღეს უფრო მეტად არის ზნეობრივი შემოტევა. არც პირდაპირ ხორციელად ბრძოლა და არც რაიმე ცრუ სწავლები, თუმცა არც ერთი აკლია და არც მეორე, ისიც არის და ისიც რაღაცა დოზით. მაგრამ უფრო მეტად ეს არის ზნეობრივი შემოტევა და დღეს საცდური აქ არის. და დღეს ჩვენი ბრძოლაც აქ უნდა იყოს და ადამიანი, რომელიც ცდილობს, რომ სიწმინდით იცხოვროს, ის იქნება სწორედ ქრისტეს ეკლესიის აი ამ კრებულის ნაწილი და ესე იგი ქრისტეს ეკლესია გაიმარჯვებს, ეს თავად ქრისტემ თქვა, ჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდნენ მას. მაგრამ ჩვენი პირადი თითოეული ადამიანის მთავარი ბრძოლა რა არის? მთავარი აი ჩვენი გადარჩენის გზა სად არის? ჩვენ ვიყოთ ეკლესიის ნაწილი. ჩვენი გადარჩენა აქ არის. აი წარმოიდგინეთ, რომ აი გემი, რომელიც ერთი ნაპირიდან გადის და მეორე ნაპირზე უეჭველად მივა. ეს ნაწინასწარმეტყველებია და ნათქვამია და ამას თერი ჯოჯოხეთიც რო ამოვიდესო ქრისტიანმა, ვერაფერს ვერ უზავს. ეს გემი მივა იქ. ახლა მთავარი საკითხი რა რჩება, რომ ჩვენ დავრჩეთ იმ გემში, რომლის მესაჭეც არის თავად მაცხოვარი იესო ქრისტე. აი ჩვენი პირადი ბრძოლა აქ არის. ქრისტე ჯვარზე გაეკვრა ჩვენთვის. და აი ჩვენ ახლა რაც გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეკლესიის შვილები ვიყოთ, აი ამაზეა ყველაფერი დამოკიდებული. ჩვენი პირადი გადარჩენა ამაზე. თორემ ჩვენ თუ ჩვენი პირადი გასაკეთებელი, რომელსაც ჩვენს ნაცვლად ვერავინ ვერ გააკეთებს, ის არ გავაკეთეთ, ქრისტეს ჯვარცმა ჩვენ სიკეთეს არ მოგიტანს. ჩვენ თუ ჩვენი გასაკეთებელი არ გავაკეთეთ, ქრისტემ გადმოდგა ნაბიჯი და ადამიანმაც უნდა ეცადოს, რომ გადადგას ეს ნაბიჯი. ეცადოს რითი? ეცადოს იმ მცირე ლოცვით თუ წმინდა წერილის კითხვით, თუ ახსარებით, ხშირი ახსარებით. გახსოვთ პატრიარქის ერთ-ერთი ბოლო ლოცვა-კურთხევა და დარიგება რა იყო? ყოველ კვირას გამტკიცდით ახსარებითა და ზიარებით. თუ დააკვირდებით და ვისაც წაგიკითხავთ, ზიარების წინა ლოცვები იქ არის ასეთი სიტყვები, წმინდა მღვდელმთავარი ბასილი დიდი ამბობს, რათა არა მრავალჟამ განშორებული ზიარებისა შენისაგან, სანადირო იქნე გონიერისა მგელისაო. ესე იგი, დამიფარე უფალო, რომ დიდხანსო შენი ზიარებისაგან განშორებული გონიერი მგელის მოსანადირებელი არ გავხდეო. გონიერი მგელში ვინ იგულისხმება ხდებით, ახლა ეშმაკი იგულისხმება და ესე იგი რა, თუ ადამიანი დიდხანს მოშორდება ქრისტეს სისხლსა და ხორცს და არ ეზიარება, ის ადვილად მოწყვლადი გახდება, ადვილად მოსანადირებელი გახდება გონიერი მგელისა, ანუ ეშმაკისა.
ამიტომაც აი გითხრა ჩვენმა უწმინდესმა პატრიარქმა, რომ ყოველ კვირა გამტკიცდით ახსარებით და ზიარებით. სამწუხაროდ არის ისე, რომ აღდგომის დღეებში ახლა ვინ იცის, რამდენი თქვენგანი მთელი წლის განმავლობაში არ ყოფილა ტაძარში. და ესე იგი, ქრისტეს ერთგულება არ გამოიხატება აღდგომა დღეს ტაძარში მისვლის. თუმცა ეს ცუდი კი არ არის. ჩვენ რომ მოვდივართ ამ დღეებში, მაგრამ არის რაღაცა შეიძლება ცუდი იყოს, მაგრამ არის რაღაცა, რომელიც არ არის ცუდი და კარგია, მაგრამ არის რაღაც, რომ ეს კარგი კია, მაგრამ არ არის საკმარისი. არ არის საკმარისი. აი მაგალითად, კიბეს რო ერთი საფეხური დაუყარო, ვინ იტყვის, რომ ცუდია, კარგია, მაგრამ თუ მეორეს და მესამეს არ აპირებ, უკვე ის აღარ არის საკმარისი. ამიტომ ეს კარგია, რომ ჩვენ ღმერთმა მოგიყვანა და ჩვენ დღეს გადავწყვიტეთ, რომ მოვიდეთ, მაგრამ ეგ არ არის საკმარისი. ის კი არა, სახარებიდან არის ცნობილი, რომ ერთ-ერთი ჭაბუკი, რომელიც ცდილობდა, რომ ყველა მცდება აღესრულებინა, კიდევ ეკითხებოდა მაცხოვარს, კიდევ რა გავაკეთო, რომ ცხონდე? ანუ რასაც არ უნდა აკეთებდე, აი ეს კითხვის ნიშანი ყოველთვის უნდა იყოს, რომ არის კი საკმარისი ჩემს საცხოვნებლად. აი მაგალითისთვის ვიტყვი, ის გამოცდაზე ყოფილა. დაუშვათ ემზადები გამოცდისთვის და ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდაა ჩასაბარებელი. შენ კი გადახედე, ყველა საკითხი მოამზადე და მიდიხარ გამოცდაზე, მაგრამ მაინც ფიქრობ, ნეტა ყველაფერი ისე ვიცი, როგორც საჭიროა. იქნებ კიდე რაღაცა მაქვს. და კიდე გზაში ცდილობ, რომ მოდი კიდე რაღაცას ბოლომდე ცდილობ, რომ აი ეს ბოლო წუთებიც გამოიყენო, რომ იქნება ახლა ეს შევხვდა გზაში, რომელიც კიდე ერთხელ გადავიკითხე. და ესე მაცხოვართან დამოკიდებულებაში და ჩვენი სულის გადაცემასთან მიმართებაშიც, რომ არის კი საკმარისი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. აი ამიტომ აი ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ტაძარი იმისთვის არის, რომ ადამიანს სულის ცხონებაში მიეხმაროს. ტაძარი არის ადამიანისა და ღმერთის შეხვედრის ადგილი. ჩვენ მოვდივართ აღდგომის დღეებში და ვითხოვთ, რომ გვაზიარონ და ეს ცუდი არ არის, ეს კარგია, რომ ჩვენ გვინდა რომ ეზიაროთ. ეს ძალიან კარგია, მადლობა ღმერთს. და არის ხოლმე რაღაცა ამ შემთხვევაში, შეღავათი გაკეთებული, რომ აი რაღაცა ბოლო დღეები მაინც თუ ადამიანი მოდის და ბოლო დღეები მაინც თუ მარხულობს და თუ რამე ისეთი უბედურება არ არის მის თავზე, რომელი უბედურებაც ასევე შეიძლება გამოსწორდეს და გამოუსწორებელი არაფერი არ არის ღვთის წინაშე, არა, ღმერთის ხელით ყველაფერი შეიძლება გამოსწორდეს. და ესე ბოლო დღეები მაინც თუ მარხულობს, ვცდილობთ, რომ ვაზიაროთ ეს ადამიანი, მაგრამ თავად ის ადამიანი, ვინც აი ესე ეზიარება, უნდა იყოს მადლიერი ღვთისადმი და ეს მადლიერება უნდა გამოიხატოს რაში, იცით, რომ კვლავ თავისი სულისთვის სასარგებლოდ იღვაწოს და აკეთოს ის, რაც შეშვენის ქრისტიანს. ისე კი არა, რომ აი სამწუხაროა, მაგრამ ზოგიერთი ადამიანის შემთხვევაში ასე ხდება, რომ ერთ წელს ხომ მოდის, რომ ახსარება თქვას და ეზიაროს და ჩვენ არ ვტოვებთ ამ ზიარების გარეშე. და მე კიდევ შემდეგ აღდგომას მოდის, მანამდე აღარ. და რამდენიმე წელი ასე გრძელდება. და ეს ნიშნავს, რომ ჩვენ აი რაღაცა ჩვენი სინდისის წინაშეც, ღვთის წინაშეც არ ვიქცევით პასუხისგებლობით. არ ვიქცევით პასუხისგებლობით, აი და ზოგ შემთხვევაში ჩვენ ამით სასულიერო პირსაც ვამძიმებთ, რითი ვამძიმებთ, იცით, რომ აი ის მოვალეა თან გვაზიაროს და თან ისე გვაზიაროს, რომ ჩვენი სული არ დაზიანდეს და რაღაცა ორ წყალშუა თუ ორ ცეცხლშუა ვამყოფებთ. ასეთ მდგომარეობაში, აი თან ისე არ ეზიარო, რომ რაღაცა პასუხისგებლად და მოუწესრიგებლად და მოუმზადებლად და თან მეორე კიდე ამ მადლის გარეშე არ დარჩე და მაგრამ თუ ადამიანი ახლა ერთი კიდე რა, თუ ადამიანი წინასწარ ფიქრობს, რომ აღდგომის დღეები რომ გაივლის, ტაძარში აღარ უნდა იაროს და ის მაინც მოვა და ეზიარება და ამბობს, რომ აი მე უნდა ვიარო და ეს ძალიან ცუდ რამეს აკეთებს. ანუ წინასწარ გადაწყვეტილი აქვს, რომ აღარ ილოცებს თუ აღარ იმარხულებს, წირვა-ლოცვას არ დაესწრება და მაინც ეზიარება, ეგ უკვე არასწორი.
შემთხვევით კი ყველაფერი შეიძლება მოხდეს. შეიძლება გინდოდეს რომ მთელი წელია რომ რაღაცა მოხდეს ისეთი ვითარება რომ რაღაცის გამო არ შეგეწყოს ხელი გულისხმობ ჯანმრთელობას. თორე იმას კი არა რომ ახლა ეს საქმე გამომისდა ახლა ეს ქრისტიანი უნდა ცდილობდეს რომ ყველანაირად მოითავისუფლოს ის დრო რომელიც ღვთისადმი უნდა იყოს შეწირული. მე გულისხმობ ქრისტიანს მთელი აი ამ გაშინაარსებით. და ამიტომაც აი დავაკვირდეთ ჩვენს თავს ესე იგი რომ აი არის კი მაცხონებელი ის წესი ცხოვრების რითიც ჩვენ ცხოვრობთ. იმიტომ რომ აქ ხო არ არის მართლაც საუბარი წაღან ხსენებულ გამოცდაზე, რომელი გამოცდაც კიდე შეიძლება ჩააბარო. და ის გამოცდა, რომელიც ღვთის წინაშე ბარდება ერთხელ, რომ წავდგებით მის წინაშე, რომლის წინაშეც ყოველი მუხლი მოიდრიკება და უნდა თუ არ უნდა ადამიანს ღვთის დიდებულებას და ჭეშმარიტებას აღიარებს, აი იქ მხოლოდ ერთხელ იქნება გადაწყვეტილება ღვთის მიერ მიღებული. და ეს გადაწყვეტილება დღეს რომ იქნას მიღებული, აი დღეს რომ წავდგეთ ღვთის წინაშე. ვინ ვიტყვით რომ ამისთვის მზად ვართ? ვერც ერთი ვერ ვიტყვით. ამიტომაც აი ეს დრო უნდა ადამიანმა გამოიყენოს სწორად. და ღმერთი ჩვენგან ბევრს კი არ ითხოვს. და ზოგჯერ ადამიანს ემძიმება რომ აი მე ახლა ეს მარხვა რო იწყება როგორ შევინახავთ, ამდენი ლოცვა უნდა როცა პირიქით. მე რაღაცნაირად ესე მიმაჩნია რომ მარხვა რო იწყება ხოლმე ვფიქრობ რომ აი სულზე მოგვისწრო ამ მარხვამ. კიდევ კარგი მარხვა იწყება. კიდევ კარგი ლოცვა უნდა წაიგო. ზოგს გონია რომ აი დილით რო დადგება და დილის ლოცვა რო თქვას ეს არის ტანჯვა. და ქრისტიანი ფიქრობს რომ ლოცვის გარეშე რო წავიდეს სახლიდან ეს არის ტანჯვა. წმინდა წერილის კითხვის გარეშე რომ იყოს მთელი დღე ეს არის სულიერი შიმშილი. წმინდა მამათა ნაწერების, მათი ნაშრომების, მათი ცხოვრების კითხვის გარეშე ადამიანი არ უნდა იყოს. ეს არის სულიერი შიმშილი. და ჩვენ სულიერად გამოფიტულები ვართ, ესე იგი, საბოლოო ჯამში ხშირად ასე გამოდის. მაგრამ თუ ადამიანი ერთხელ შეიგრძნობს აი ამ სიტყვას, რაზეც ახლა ჩვენ საუბრობთ, ის რომ დააბრკოლონ და ხელი შეუშალონ ამ გზაზე სიარულში, მაინც ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს არ დაკარგოს. ღმერთთან ურთიერთობა არ დაკარგოს. ლოცვა არ დაკარგოს, ესე იგი. და ჩვენ სამწუხაროდ არასწორად ლოცულობ და იმიტომ არ გვეძნელება. და თუ ადამიანი ეცდებოდა რომ სწორი ლოცვა ესწავლა, და ამის უამრავი საშუალებაც არის. ახლა ადამიანი ვერ იტყვის რომ მე არ ვიცი როგორ ვისწავლო ლოცვა. და თუ ჩვენ რამე არ ვიცით, სად აღარ ვეძებთ რომ მოვიძიოთ რომ ეს როგორ არის, ის როგორ არის. და თუ ვეცდებოდით რომ გვეძებნა როგორ ვილოცოთ სწორად, ღმერთი არ გამოგიჩენდა? თუ კი სხვა ყოფით რაღაცებს პოულობთ, აი პატარა ხინძის თავი რო გინდოდეს, იპოვე. აი ავსტრალიიდან გამოიწერ და მაინც ჩამოიტან, მაგრამ თუ ეძებ ადამიანი იპოვე. და რასაც ეძებ, იმას იპოვე. ამიტომაც უფალი ამბობს, ეძიებდეთ და ჰპოვებთ. ირეკდეთ და განგეღოს. ითხოვეთ და მოგეცემათ. და თუ ჩვენ არ გვაქვს ლოცვა, ან მარხვა, ან ქრისტიანული ცხოვრების წესი, ესე იგი რა ჩანს, არ ვეძებთ, არ ვითხოვთ, არ გვინდა. და რასაც ვეძებთ და რასაც ვითხოვთ, ის გვაქვს. ამიტომაც აი ღვთის წინაშე რო წავდგებით, გამოჩნდება ვინ რას ვეძებდით, ვინ რისთვის ვეძებდით იმას და ასე შემდეგ. ღმერთმა ინებოს რომ ქრისტეს მიერ ჯვარზე დაღვრილმა სისხლმა არც ეს ჩვენთაგანს გვერდით არ ჩაუაროს, ისე რომ ამას ჩვენი სულის გადარჩენა არ მოყვეს. აი ეს არის ყველაზე მთავარი. ღმერთი შეგვეციოს და ღმერთმა მშვიდობის დილა გაგიტანოს. თუ ვინმე არის დარჩენილი ეს დღეები ჩვენ უამრავჯერ დავრჩით აღსარებისთვის, მაგრამ მაინც თუ ვინმე არის დარჩენილი აღსარებისთვის, შეგიძლიათ დარჩეთ და აღსარება თქვათ. მსახურება ხვალ დილით იქნება სოფელ ფლავში, დილით შაბათის მსახურება, მე შეგახსენებთ რომ ხვალინდელი დღეც არის მძიმე მარხვა.
დღევანდელი დღე განსაკუთრებით მძიმე მარხვა, რადგან არის წითელი პარასკევი და ამ წითელი პარასკევის გამო მთელი წელი ადამიანები პარასკევს მარხულობენ, ოთხშაბათს და პარასკევს. და ხვალ-ღამით უკვე 11 საათზე დაიწყება აღდგომის სადღესასწაულო ლიტურგია და ღმერთმა ერთად შეგვახვედროს სიხარულით. მშვიდობა მოგცეთ ღმერთს.